შეგიმჩნევიათ, რომ საშოს გამონადეს უცნაური სუნი აქვს. თითქოს არაფერი არ გაწუხებთ, არაფერი არ გტკივათ, მაგრამ სუნი საგრძნობლად შესამჩნევია. საშოს გამონადეს ბევრი ქალი ჰიგიენურ პრობლემად აღიქვამს, თუმცა სიმართლე ის არის, რომ სუნიანი გამონადენი ხშირად პირველი ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც ინფექციური პროცესი იწყება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბაქტერიული ვაგინოზია. ეს იმას ნიშნავს, რომ საშოს კარგი ფლორა დათრგუნულია და მეტად სჭარბობს ცუდი ბაქტერიები, მათ შორის გარნერელა ვაგინალის. ამ დროს გამონადეს თევზის მსგავსი სუნი აქვს და ის განსაკუთრებით იგრძნობა სექსის შემდეგ. შესაძლებელი არის საშოს გამონადენის სპეციფიური სუნი სხვა ინფექციების დროსაც იყოს, მაგალითად, როგორიც არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ხლამიდია, ტრიხამონიაზი ან გონორია. ძირითადად დაავადებები დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტი ერთადერთი, რასაც აღიქვამს, სწორედ სუნია. ხშირად კი პრობლემა შესაძლებელი არის ინტიმურ ჰიგიენასაც უკავშირდებოდეს. არასწორად შერჩეული ინტიმ გელები ან საპნები ასევე იწვევს მიკროფლორის დარღვევას. როდესაც პაციენტი ამ ჩივილებით მოგვართავთ, პირველი რასაც ვეკითხებით, რა ფერის არის გამონადენი, როგორი სუნი აქვს და როდის დაიწყო ცვლილება. შემდეგ კი ვაკეთებთ ძალიან მარტივ და უმტკივნეულო კვლევას ვაგინალური ნაცხის აღებას. ნაცხი გვიჩვენებს, არის თუ არა ბაქტერიული ვაგინოზი, სოკო ან სხვა ტიპის ანთება. ასევე შესაძლებელი არის საჭირო გახდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც გვიჩვენებს უშუალოდ რომელი ბაქტერია იწვევს ანთებას და რის მიმართ არის ის მგრძნობიარე. თუ გვაქვს ეჭვის სქესობრივი გზით გადამტებ ინფექციებზე, აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა PCR დიაგნოსტიკით ხლამიდიაზე, გონორიაზე, ტრიხამონიაზე, მიკოპლაზმასა და ურეაპლაზმაზე. როდესაც სუნი ჩნდება მოულოდნელად, ან გამონადეს თან ახლავს ქავილი, წვა და დისკომფორტი, აუცილებელია დროული კონსულტაცია გინეკოლოგთან.